მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრულებო, დავიწყოთ ჩვენი განაცემა, რომელსაც ქვია კონსერვატორია. გუშინ კარგი დღე გქონდა ჩვენ, მაგრამ ამაზე გუშინვე ნახეთ, იხილეთ, დღეს მივუბრუნდეთ. ბედკრული მსოფლიოს ყოფას მთავარი პრობლემა, მთავარი საშიშროება ის არის, რომ განახლდა კონფლიქტი ირანთან, ამერიკისა და არა მარტო ამერიკის, ისრაელის. ვიცით რა იყო ამის საფუძველი, ისრაელმა არ შეაჩერა ომი ლივანთან და ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეს იყო, რომ იქ უნდა ამის შემდეგ რაც იქ ომი შეჩერდებოდა, დავყარდებოდა მშვიდობა. ჩვენ ვიტყვით რა თქმა უნდა, როგორ არის რანაირად და რა ხდება, მაგრამ მე ერთს გავუსვავ ხას ამ კონფლიქტის ზეგავლენას უკრაინის ომზე, იმიტომ რომ ზეგავლენა აშკარაა. იქაც გამძაფრდა, იქაც გრადუსი აიწია. დრონების დარტყმები და რაკეტების დარტყმები უფრო ბრუტალური ხდება, მაგრამ ითხოვს პირდაპირ ღაღადებს, იხვეწება ანტისარაკეტო თავდაცვის რაკეტებს ძვირფასი ზელენსკი. და არ არის უბრალოდ ეს რაკეტები არ არსებობს. ცოტა ცინიკურად გიჟღერს ტრამპმა რაც უთხრა, რომ ქარხანას აგიშენებო, დაახლოებით მე მახსენდება ძალიან ცნობილი ფილმი ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსაც რომ მორჩები, მე დაახლოებით ესეთი განცხადება, დაახლოებით კი არა ზუსტად ესეთი. და იქ საქმე აკარგად არ არის. არც რუსებისთვის სხვა ჩვენს, მაგრამ მით უმეტეს არც უკრაინელებისთვის. მოდით ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ჩვენზე გავლენაზე და სოფლიო ვითარებაზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან. ამ სამწუხარო ფაქტმა, რომ ვერ მოხერხდა მშვიდობიანი მოლაპარაკების ბოლომდე მიყვანა ირანთან მიმართებაში. სიმართლე გითხრა, შალვა, ეხლა ვფიქრობ და თლად ბოლომდე ჩემთვისაც ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება ეგ კონფლიქტი დასრულდეს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ფაქტია, რომ არც ამერიკას და არც ირანს არ უნდა ომის გაგრძელება, თუმცა არსებობს მესამე მოთამაშე, რომელიც ომს არ ამთავრებს. და აქედან გამომდინარე, არც ამერიკას არ დასრულებს. და გამომდინარე იქედან, რომ რამხელა გავლენა აქვს ისრაელს ამერიკაზე, შეიძლება თქვას, რომ ომი არ დასრულდება, გუშინ ვნახულობდი. ამ ომმა სხვათა შორის კიდევ ერთხელ აჩვენა, მაგალითად, როგორი დაუცველია დიდი სახელმწიფოების სახელო თავდასხმებისგან. ხო, ის რკინის კუპოლ როგორ არის? გუმბათი ბოდიში. აი ის სიამბანდა. აი წარმოედგინე. მაგალითად, გუშინ წინ ირანმა ამერიკის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზა ბოლომდე გაანადგურა. კი. აბსოლუტურად. სადა? მეგონი საუდის არაბეთში. საუდის არაბეთში და ხო, სადღაც მან ზუსტი დეტალი აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ეს მიმახილებას ვნახულობდი. თან ბოლომდე გაანადგურა რა. და ანუ მე არაფერს არ ვიტყვი, რომ მაგალითად ისეთი დაცული საჰაერო თავდასხმაც კი როგორც აქვს მაგალითად რუსეთს მოსკოვში ვერ უძლებს რა თქმა უნდა. ვერ უძლებს უკრაინელების შეტევას. და ამ დროს მე მართლა მინდა რომ თქვა, რომ კიდევ კარგი რომ საქართველოს არ არის ომი. ხო, ეს დამსახურებული. იცი რა არის, იმიტომ რომ ხო, მოდი ვთქვათ რა, რომ ჩვენ არც უკრაინა ვართ და არც ირანი ვართ. ანუ გულისხმობ იმას, რომ ჩვენ აღარც აღარ ვიტყვი ამერიკასა და რუსეთს. ანუ ჩვენ მასშტაბებით რომ ნებისმიერ ომის შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ ჩვენ ძალიან დიდ ხანს არ გაგვყვებოდა ჩვენი თავდაცვის საშუალებები. იმიტომ კი არა რომ ჩვენ რაღაცა შუქი გვაქვს და არა, უბრალოდ პატარა ქვეყანა ვართ. რეალურად ეგრეა, ობიექტურად ეგრეა. ხო, და შესაბამისად ის რომ ჩვენ ომი ავიცილეთ არის ძალიან სერიოზული ბენეფიტი რა ჩვენ და ამას სტრალის აი მე ძალიან გული მწყდება ხოლმე, იმიტომ რომ აი ვაკვირდები და ხალხი რაღაც ირონიულად უყურებს რა, იმიტომ რომ ახლა მოდი ვთქვათ რა, რომ საქართველოს აქვს რაღაც მე ამაზე ხა ხშირად ჩვენი ოპონენტები ჩემს ამ დათქვამს ჭრიან ხოლმე და მე რაღაც გამოვყალვარ რაღაც ზემდათ ოპტიმისტად, მაგრამ ფაქტია რა, საქართველოს მე-5, მე-6 წელი აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური ზრდა. მშვიდობის გამო. მშვიდობის მარტო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მარტო არა, მაგრამ ხო, მაგას ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის, რომ საქართველოში არის მშვიდობა რა. ანუ მე
ეკონომიკაში არის ესეთი მარტივი კანონი ქვია 70-ის კანონი, რომ იმისთვის რომ გაიგო რამდენ წელიწადში გაორმაგდება შენი ეკონომიკა 70 უნდა გაყო იმ ეკონომიკურ ზდაზე, რომელიც გაქვს საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში არის 5-დან 7%-მდე. ანუ ჩვენ 12-13 წელი გამოდის. ანუ ჩვენ ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ასე გაგრძელდება საქართველოს ეკონომიკა 10-15 წელიწადში ჩვეულებრივი კარგი ნორმალური ევროპული ეკონომიკის მქონე იქნება და ჩვენ უკვე აღარ დაგვჭირდება იმ რაღაცა სისულელეში გაერთიანებაზე მოცნება, რომელსაც სურს რომ ჩვენ გამოგვიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ისიც არის ეხლა იმდენად დაიხვეწა ზოგადად აი ეს თავდასხმითი ტექნოლოგია ისრაელს აქვს მაგალითად უკვე სახისამოსნობი დრონები რომ არის და ანუ აღარ ჭირდება მართველი ის ავტომატურად ეძებს და ამაზე დიდი ისინი არა ქვია განცხადები რომ ეგეთი რომ არ შეიძლება და რაღაცები უნდა შევზღუდოთ აგერ იმანაც რუსეთმა ხო დახვეწა შაჰიდები და პრაქტიკულად ჩამოუგდებელ დრონს უწოდებენ რეაქტიული გახდა და ნუ ეს რაც არ უნდა ეს კონდეს შენ ახლა თავდაცვით ბიუჯეტში რაც არ უნდა შენ თანხა ჩაყარო და ახლა იმაზე მე თანხას ვერ ჩაყრე შენი ზომის ქვეყანა თანხასაც ისრაელი ყრის ხო მაინც დაუცველი ხარ და წარმოვიდგინეთ ისეთი სახელმწიფოები როგორიც არის ისრაელი რომელიც აი მნიშვნელოვანი იდეა აქვს ხო დიდი ისრაელის შექმნა ხა ეს გამოჩნდა ის რომ საკუთარ მეზობლების ტერიტორიებზე ოკუპაციას ახდენს პირდაპირ ათობით სოფელი გადაწვა და განადგურა აღარ არსებობს იქ მოსახლეობა ამის მიუხედავად მოწყვლადია მთელ რიგ მიმართულებით რა თქმა უნდა ყველაზე ერთი ელემენტად არის ვიტყვი იმ სამხედრო ობიექტებს კი არა ანუ სტრატეგიულ ობიექტებს როგორიც არის ვიცით ჩვენ რომ ისრაელში არ არის წყალი ხო წყლის გადამამუშავებელი წყლის გამამტყნარებელი ქარხანები აი უბრალოდ აი მასუ დაარტყს. წარმოიდგინე რამხელა სერიოზული პრობლემები. ყურვილი იქნება ძალიან. ხო, სერიოზული პრობლემა გაუჩნდება თვითონ ისრაელს. აი ეგ ჩანს კიდე იმაზეც რომ მოლაპარაკებები შევიდა ჩიხში. რატომ შევიდა ჩიხში? არც ერთ ხარეს ახლა უბრალოდ არ შეუძლია უკან დაიხევს. ირანი ვერ დაიხევს უკან. ისრაელი ვერ დაიხევს უკან. ისრაელი უკან რო დაიხევს, ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ მისი მოწინააღმდეგეები კვლავ გაძლიერდებიან და თუ კი დიდი ისრაელი არის მიზნად, მაშინ ეს ახლა უნდა გააკეთო. ეხლა სომალილენდი არის ესეთი სეპარატისტული სომალის ადგილზე. ხო, ერთ-ერთი. სამია, ხო. ერთ-ერთი ესეთი, რომელიც ისრაელმა აღიარა და იქ საუბარი არის და ისრაელის ბაზები არის, იქ სამხედრო და საუბარი არის იმაზე პრესაში ყოველ შემთხვევაში გავრცელდა, რომ პალესტინელების გადასახლებაზე და რაღაც ეს მომენტი არის. ანუ სხვათა შორის გერმანელებსაც ჰქონდათ ეგეთი იდეები ებრაელების გადასახლების და აფრიკაში მადაგასკარის კუნძული. და აი ნახეთ ჩვენ თვალწინ ირიმზე უკვე ჩვენ თვალწინ პოლიტიკა ისე იცვლება, რომ ის რაც ჩვეულებრივი მოვლენად იცვლებოდა მეორე მსოფლიო ომამდე, ანუ ეგ არავინ არ იყო ეს არაჩვეულებრივი მოვლენა მთელი ერების გადასახლება ერთი ტერიტორიიდან მეორეზე. ეს ხდებოდა დასავლეთშიც და საბჭოთა კავშირშიც. ყირიმელი თავთრების მინდა გაგახსენოთ და დუჩეჩნების და ინგუშები მინდა გაგახსენოთ. იაპონელები რო გადაასახლა. დავასუსტებ, ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობდა რამოდენიმე მილიონი გერმანელი. რომელიც ომის სუდეტები. არა მხოლოდ სუდეტში, თვითონ სხვა რეგიონებში. ჩვენ კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევთანხმდით რომ ესეთი რაღაცა არ უნდა იყოს და საერთაშორისო ის ექნება ვინც ამას ჩაიდეს და იყო ახლა რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო მაგრამ ამას ექნებოდა სერიოზული სანქციები არანაირი სანქცია ისრაელს არანაირი ნული სანქცია და ეს უბრალოდ ნიშნავს იმას რომ სამყარო იმდენად შეიცვალა რომ ახლა შენ იმედი გქონდეს იმ საერთაშორისო რაღაცა წესრიგის უკვე არ არის გონიურული ამიტომ ლოგიკური არის რომ შენ თავზე იზრუნო. ეხლა აი ძალიან კაი რაღაცა ხდება. დღეს თუ გუშინ იყო თურქმენეთის ესე იგი ვიზიტი და ერთობლივი განცხადება. პრაქტიკულად შეიკრა, აი ეგრეთ უნდა შეიკრა ცენტრალური აზიისა და კავკასიის სახელმწიფო ერთ ეკონომიკურ ზონად. იკროება ეს იხაზება. და ყველა აბსოლუტურად არსებობს ამ ერთიან ზონაში, ვინმე წაგებული იყოს ამ შეკრით. ესა ყველასთვის მონგებია. ესა ერთ-ერთი ფარი.
ეს ეკონომიკური ფარი რასაც ქვია. არსებობს ახლა მართალია მეორე გამოწვევა ეს არის რა თქმა უნდა ომების გამოწვევა. ახლა ომები ჩვენგან შორს არ მიმდინარეობს. აქვე არის ირანის და აქვე არის რუსეთ უკრაინაც ხო. და აქვე არის კიდე ბევრი ისეთი კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ძალიან გეოგრაფიულად ახლოს არის. სირია არ არის შორს, ისრაელი, შეიძლება ეხლა უფრო შორს არის, მაგრამ სირია ეხლა პრაქტიკულად წარმოადგენს ისრაელისა და ამერიკის დაქვემდებარებულ ძალას. პროქსი არ არის, მაგრამ დაქვემდებარებულ ძალას. სადაც ირანი დამარცხდა, ხო? და ერთადერთი ესეთი მომენტი არის ის, რომ შენ აი ამ კონფლიქტებში კარგად შეძლო მანევრირება ისე, რომ არც ერთი დიდი სახელმწიფო არ გააღიზიანა. აი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი ეს უნდა დავაფასოთ და კარგად შევაფასოთ. იყო ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტი ირანში. კი. სამძიმარზე, ხო? სამძიმარზე იყო. ეს ესე იგი რას ნიშნავს, რომ შენ არ უნდა დაემორჩილო ოპოზიციის განცხადებები ნახეთ, ხო, რომ როგორ ჩავიდა ეს ავტოკრატიულ რაღაც რეჟიმთან. ავტოკრატიული კი არა, შენ უნდა ყველგან ჩახვიდე, სადაც ჩვენ ირგვლივ კონფლიქტი არის და ყველგან რაღაც გარანტიები მიიღო. და ყველგან უნდა უთხრა, რომ საქართველოს არ წარმოადგენს თქვენთვის საფრთხეს, გარემოცვას და ირეკით. აი საქართველოს იქნება ისეთი ადგილი, სადაც თქვენც კი რომელიც დაპირისპირებულები ხართ, აქ შეგიძლიათ ბიზნესის კეთებას და ასე შემდეგ. აი ხოლმე ეს პოლიტიკა გადაგვარჩეს, თორე ახლა რა თქმა უნდა როგორც შვეიცარია იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. თუმცა ისეთი ლოგიკით რა თქმა უნდა მრჩევნია, რომ რაღაც 50 მილიონი დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანა ვიყოთ და ეგ რაღაც დაპრობლები ვიყოთ. ეგ რაღაცა მომენტი არის, მაგრამ როდესაც ესეთ რეალობაში ცხოვრობ, ხო? ერთადერთი რეალური თავდაცვა შენი არის გეოპოლიტიკური ლავირება, ხო? რაც შეეხება ეს ვიზიტს, მეც მივესალმები, ასე ვთქვათ, სამძიმაზე ჩასვლას და ეს თვითონ ეს ნაცური ნარატივი ეს თანო და აი ბოკერია და ჩერგოლეიშვილის ესეთი ელფერით როგორ გამოიყურება, რომ აი ავტორიტარულ რეჟიმში ჩავიდა. თავი დავანებოთ ახლა ირანის რეჟიმის თუ ირანის ხელისუფლების ანალიზს, მაგრამ საერთოდ ამ დიპლომატია რა არის? ანუ მარტო შენაირთან უნდა ჩახვიდე და შენაირს იგნორირება გაუწევს. ანუ ახლა პირობითად რა ვიცი, რომელიღაცა პირობითად ქვეყანა შუაზიურ ქვეყანასთან ჩვენ თუ გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობა, ეს იმას არნიშნავს, რომ იმის პოლიტიკური სისტემა გადმოგვაქვს აქ, ხო? ძალიან ლოგიკური და პირიქით, ხო? ანუ ეს რა ვიცი და საერთოდაც ეს ამათი სათაყვანებელი ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან თავისუფლად ეთანამშრომლება ისეთ ქვეყნებს რომელშიც ბილად რო თქვა ხო ავტოკრატია ხო და ასე შემდეგ ძალიან ანუ ეს არის ანუ ეს რომ აი როგორ ჩახვედით ანუ თან თვითონ რო ავტოკრატიული მმართველობა ქონდათ იმ ხაწელში ეგ არაფერი და შენ როგორ ჩახვედი ეგ თვითონ ეს არის დიპლომატიის როგორც ხელოვნების და როგორც პრაქტიკის არცოდნა უბრალოდ პროპაგანდისტული დამახინჯება, რომ შენ აი როგორ ჩახვედი. ნუ ეს თავი დავანებოთ. რაც შეეხება ომებს. ირანისა და ამერიკის ომი ლოგიკურია, რომ რაღაცა უნდა დაველოდოთ, მაინც რამდენად გადავა ეს კიდე ხანგრძლივ ადიაში, იმიტომ რომ მანამდე იყო ეს მემორანდუმი, რომელიც რაღაც დონეზე შენარჩუნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდე მაინც არ არის კმაყოფილება, მაგრამ ერთი მომენტი მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის ამერიკის შიდა პოლიტიკაში JD Vance-ის ფიგურის აქტუალიზაცია. ანუ Vance-ი ეხა როგანთანაც იყო, თუ ზუსტად მახსოვს, 1-2 დღის წინ და ანუ ეს უკვე, ანუ აქ ხო ესე არის რუბიო არის უფრო ესეთი ექსპანსიონისტური ქორული ხაზი და ეს არის მაგას ხაზი JD Vance-ი რომ აი არ გვინდა ეს ექსპანსია და არ გვინდა ეს ავანტიურა და ჩვენ თავს მივხედოთ, ჩვენ განვითარდეთ და ანუ ამერიკა უპირველეს ყოვლისა და არ გვინდა ეს იქით ნახევარსფეროში და ეს ფაქტი ჩემი აზრით მან ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელის მიმართ კრიტიკული განცხადებების გააკეთა და ის ფაქტი რომ ეს ასე ვთქვათ თანდათან Vance-ის ფიგურას რაღაცნაირად მედია დაფარვა ეძდება მე მგონია არის ის რომ ამერიკა ეცდება რომ მაინც ამ შვიდობის ნარატივი გამოიყენოს. ნახოთ ტრამპი რასაც. ხო, ტრამპი ანუ ყოველ შემთხვევაში ეს ხაზი გააქტიურებულია და ეს ხაზი არ არის უბრალო ხაზი, ეს არის მაგას ხაზი, აი ტაკერ კარსონში პერსონიფიცირებული პირობითად, რომელიც ამბობს რომ რატომ თქვათ ისრაელის ავანტიურებს, რატომ მიყვება ჩვენაირ დიდი ქვეყანას, როგორც განახლებული დოქტორი. ხო, თვითონ როგორც ამბობს. და უკრაინა-რუსეთის ომზეც ვიტყვი ორ სიტყვას რეალურად რუსეთმა მიიღო დიდი დარტყმები, რა თქმა უნდა, უკრაინელი დრონების მიმართ. თვითონ რუსი ექსპერტებიც საუბრობენ, რომ მათ
ჯარს მათ მოქმედებას ჭირდება ისეთი უფრო მეტი ეფექტურობა რაღაცაზით, თუმცა ესეც არის ერთგვარი ტესტი რუსეთისთვის. ხო, ან რუსეთმა განიცადა ეს ლიბერალიზაცია, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, აი კონსუმერული აი კადრები რო ხდება, რომ ჩხუბობენ ბენზინის გამო, თუმცა ამასაც რაღაცნაირად შეეჩვევიან და ეხა არის ამათვის ტესტი, ხო, ან რეალურად კბილის მოსინჯვა, როგორც ირანს მოუსინჯეს კბილი, რომ აი დავარტყავ და თუ შეცვლიან მთავრობას. მე ეჭვი მეპარება, მიუხედავად იმისა, რომ კი რუსეთმა განიცადა ლიბერალიზაცია და ეს რაღაც სამომხმარებლო საზოგადოების ელემენტები მასში უფრო მძლავრად არის, ეს არ არის 45 წლის რუსეთი ან 51 წლის რუსეთი, ამის მიუხედავად ეს დატესტვა გამოიწევს ომის ესკალაციის, ანუ რუსეთის გამოფხიზლებას, რომ ესე ნელა რომ მიდიოდით და რაღაცა სხვა არის საჭირო. ანუ ეს ნიშნავს, რომ ომი მალე არ მთავრდება, ეს ნიშნავს მეტ ესკალაციას და რაც შეგვეხება ჩვენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს მშვიდობით მაქსიმალ ამის აი კაპიტალიზაცია პირდაპირ უნდა მოვახდინოთ და ვახდენთ. იგივე შუა აზიის ქვეყნებთან დაკავშირებადობის მიმართულებით ეს არის აბსოლუტურად სწორი და ხანგრძლივადიანი გონივრული გათვლა, რაც ჩემი აზრით უნდა გაგრძელდეს და ეს იქნება ასე ვთქვათ მშვიდობის ჰორიზონტის ასე ვთქვათ წინ გადაწევა, ან უსაფრთხოების თამასების შორს გადაწევა. ხონძაზე. ერთი რამე უნდა შევიგნოთ, არა, ცოტა ესეთი კაფეო გამონათქვამია, საზოგადოებამ კარგად უკვე გაათვითცნობიერა შევახსენე. იმპერიების არსი და ბუნება. მით უმეტეს დღეს ხო რაღაცა გადაწყობა უნდათ გეოპოლიტიკის და არავინ არ დაგინდოს და არავის არ ჭირდები. როდესაც თავისი მიზნები აქვს განსახორციელებელი და რაღაცა იმანეს თქვა, ალბათ უკვე იმ დონემდე უნდა მივიდეთ, რომ ვიღაცა ამერიკაში რაღაცა თქვა და იმას შევყურებდეთ ან რაღაცა ევროპაში, ევროკავშირის ბიუროკრატმა ვინც რა თქვა დღეს, იმიტომ რომ ეგრე ჭირდებოდა. ხვალე ის ვიღაცა სხვა რაღაცას იტყვის და ბრძანებასაც გაცემს იმის საწინააღმდეგოდ. ეს არის ძალიან მარტივი, ორჩელორი. ხოლო განცხადება ვნახოთ თუნდაც ტრამპის. ესეთი რაღაცა რუსეთთან მიმართებაში აკეთებდა, მე ვეუბნებიო, რომ ვალოდია დაამთავრე ეს ომი, გეყოფა და იმ საღამოს ირანს ბომბავენ. რაღაცა ანუ რომელ ვალოდიას ეუბნება ორივე. ხო, ნუ რუსეთი იგულისხმებოდა, რომ დაამთავრე ომიო და თვითონ მე ირანს ბომბავს. ხო, ნუ რაღაცა აბსურდი, ანუ შენ ომი დაამთავრე. მე კიდე გავაგრძელებ. მე მიზანი შეწონილად მიმაჩნია, რომ ირანი უნდა დავბომბო რა და ანუ როგორი თემაა, რომ იქიდან მე ახლა ჩვენ ვალოდიას ხარეს კი არა ვართ, მაგრამ ისიც ხო ბებია ილიკოდელარიანის არ იყოს, იაპონია მე ამას ეუბნები, ის ხო შენთვის შეიძლება დაბომბვა, ჩემთვის რატო არ შეიძლება, იმიტომ რომ ამბიციები აქვს ერთსაც და მეორესაც რა თქმა უნდა, ამბიციებია, ხო და რაღაცა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან და ახლა ამ დროს თუ უამრავ თემაზე გვისაუბრია, ხო? ამ დროს თუ რაღაცა გონიერება არ გამოვიჩინეთ, გონიერება არის ჩვენი გადამრჩენელი. რა თქმა უნდა, გეოგრაფია გვეხმარება, დღეს გეოგრაფია არის ჩვენს მხარეს, ღმერთი არის ჩვენს მხარეს. შესაბამისად, ევრობიუროკრატები თუ არ იქნებიან, ეგ ნაკლებად გვაინტერესებდეს, უნდა მივხვდით საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ისინი აფესად წარმოადგენენ განსაკუთრებით აი იმ პროცესში. ხო და აგერ წინა გადაცემაში თუ გავაჟღერეთ, რომ როგორი სამწუხარო ყოფილა, რომ არ არის ჩვენთან ამერიკული ბაზები. წეგანაც ვახსენეთ რა სპარსეთის ყურის ქვეყნები გუშინ და რაღაც 2 დღეა იბომბება ყატარი, ქუვეითი ბაზები რა თქმა უნდა ბაზები იმ ბაზებს მოყვება სხვა რაღაცები ადგილები სადაც ესეთ ყველაზე მაგარი თავდაცვა რა თქმა უნდა დაცულობა კი მოწყვლადობა შეერთებული შტატების სადაც არის ბაზები ყველგან ბომბავენ ხო და რაკეტა რო შემოფრინდება და რო ჩამოაგდებ იმ რაკეტას იმიში დამსხვრევები მაინდამაინც ბაზაზე კი არ ვარდება, იქ მოსახლეობაში ჩავარდება, ის მაგრამ ბაზასაც ხდება. ბაზასაც ხდება, მოსახლეობასაც ხდება, ეკონომიკას ხდება, ყველაზე მთავარი პრობლემა, ამ შემთხვევაში მთავარი არა, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა და ეს ყველაფერი მე სოფლიო ეკონომიკასაც ხდება. და ასე შემდეგ, ხო? და არ ყოფილა თურმე ეს ბაზები თლად კარგი იმ ქვეყნებისათვის. და ასე შემდეგ. მთავარი ჩვენი მიზანი და ამოცანა არის თუ სოფლიოს ვერ შევწყვეტებით და გავწყვეტებით, ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მშვიდობა. და შესაბამისად, მშვიდობა, გონივრული პოლიტიკის დამსახურება, ცივი გონების დამსახურება, სიჭკვიანისა და პატრიოტიზმის დამსახურება, რაც მთავარია რა.
და ეს თუ ვერ შევიგნეთ, ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმე. დღეს კი რაღაცა საშიშროება და რისკები მაგ ნაწილში ნაკლებად არის და ფაქტიურად აღარ არის რო უყურებთ თქვა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას, ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს, ხო? ყველანაირად ცდილობენ, აი თუნდაც სპორტთან დაკავშირებით არ გვითქვამს, სპორტის გადმოცემა რა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ ააშენოს და ის იყოს მისი პატრონი და გამკარგავი, ეს არის ძალიან დიდი საქმე. იმიტომ რომ დღეს აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით არის, წეგან ხო თქვი მე რომ გეოგრაფია არის ჩვენ მხარეს, არის ძალიან დიდი დაწოვა. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ საქართველოს გარეშე ამ რაღაცა გამოტოვებით. ხო, საქართველოს ვითომ არ არსებობს. საქართველოს უნდა გაიაროს, სად წავლენ. ახლა ეს ამის თქმა უნდა თუ არ უნდა ფონ დერ ლაიენს, ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ის დღეს რო ამბობს რაღაცას, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ასეთ ვითარებაში, როდესაც ეკონომიკები 10 წლეულების მომავლის პერსპექტივებზე არის გათვლილი, მნიშვნელობა არ აქვს დღეს ვინ არის ხელისუფლებაში. არც ერთ ქვეყანაში არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ამ გზაზე არის დამოკიდებული. აი, ომთან მიმართებაში მნიშვნელობა ფაქტია, რომ აქვს და აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატები როგორ მხარს უჭერდა, თქვათ, უკრაინას წინა ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ჩაეხსნა. ხო, ხედავთ რა, ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა გონია ხელისუფლებას, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეკონომიკა, რომელიც აეწყობა საქართველოზე გავლით, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებამ თქვას, რომ იცი რა, მე რაღაც არ მომწონს საქართველოს ხელისუფლების მიდგომები რაღაცა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და მე ამ გზაზე ახლა წვირდრუნვის რაღაც წინააღმდეგ ეს ხო სისულელია, ეს ხო სიბრიყვია რა. ეს საერთოდ სხვა რაღაცა, ეს არის საშვილიშვილო საქმე, რაც აკეთება. ამ საშვილიშვილო საქმის ხელის შეშლა ნებისმიერი ქმედებით ან უმოქმედობით და სიბრიყვით, ეს არის დანაშაული, ეს არის ქვეყნის დაღუპვა და გაწირვა. შესაბამისად, ახლა ამას საზოგადოების დიდი ნაწილი რომ მიხვდა, ამას ჭირდება რაღაცა ესე მყარად დგომა და შენარჩუნება ამ პოზიციებისა. და რაღაცა მე იმედის თვალით უყურებ საზოგადოება მით უმეტეს ეხა საზოგადოება ბოდიშავა კარგად დაინახა შუა აზიის ქვეყნებიდან მომდინარე სიკეთეები, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვნახეთ და თუ ყველას არ უნახავს, აგერ არის შევახსენოთ, რომ ბუნებრივი რესურსებით გატენილი ქვეყნებია. 10 წლეულების განმავლობაში იქიდან ტვირთებმა უნდა იაროს ნებისმიერ ქვეყანაში. იმიტომ რომ ეს ტვირთები ჭირდება სოფლიოს დიდ ქვეყნებს ეკონომიკისათვის და რაღაცა გინდას ტექნოლოგიებისათვის და გინდას იერარქიისათვის. ასე რომ ეს არის გარდაუვალი ენერგომატარებლები თავიდან ბოლომდე. დიდი მადლობა. გარდაუვალი ძირფას საქმე ჩვენი ქვეყნის. თბილისი თქვა ჩვენს ოპოზიციაზე, იმიტომ რომ არ ვიცი არსებობს თუ არა იმ სიღრმის მიწა, რომელშიც შეიძლება ისინი ჩადო. არ ვიცი, მე მგონი ჩავა ალბათ ლავამდე, მანტიამდე ჩახვალ რა, იმიტომ რომ ნუ არ ვიცი, ხანდახან ხო აი კედელზე რო კიდია, ხო იცი ის ცოცხი და ის ისურის. არასოდეს არაფერი შეიძლება არ გამოგივიდეს და სუსისულელებს ლაპარაკ. ერთხელ ხო შეიძლება გაბუჭებული საათი დროს ყოველჯერ სწორად უჩვენებს. ერთხელ ხო შეიძლება რაღაცა ნორმალური თქვან, სწორად აღიქვან, მოყნენ, აი ტერაქტი რომ მოუწყეთ თურმე ჩვენი გიჩი ჯაბარიძის. აქნა რომ დაეჯახა მოტოციკლეთით დადიოდა. ნუ არის ეგ რისკი ხო დაუშვათ. ძალიან წუხო არ. მაგრამ შეიძლება ნაკლებ რისკიან მაგას ამბობენ არც ვიცოდი. ნუ არ ვიცი, ნაკლებ რისკიან არის როგორ არის, თქვეს და მე ალბათ განავითარებენ. და ის ეტყობა არ ვიცი, აი ხო შეიძლება თქვა უფრო ნაკლებ რისკიანში ჩაჯდე და ესეთი ორიგინალური არ იყო. მე არის კიდე მეორე თუ მიაქციეთ ყურადღება ახალი კუმირის გაჩენას, არ ვიცი ვილაპარაკოთ ამ ახალ კუმირზე ნანულიზე. არ მე მგონი არ არის ნანული ხო? არა არის, მაგრამ უბრალოდ აღნიშნოთ რომ ასეთი არსებობს და არის ლიდერი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ან ავიღოთ ეს ვითომ ეს პატიმრების დედები და ქალბატონი არის ხელმძღვანელი დავასრულებ. ხელმძღვანელი და ნუ ეს ლაპარაკობენ ხა ნუ გასაგებია შვილის ციხეში ყავს და ძალიან ძიმია ეს და შეიძლება მაგრამ ნუ სიგიჟები ხოლმე ლაპარაკვა რა სისულელეები რა. ყველა მათი ნაბიჯი, ყველა მათი პიარ სვლა, ყველა ნაფიქრების სიტყვა არის აბსოლუტური სიგიჟე.
აი ვერ ამოარჩევი, აი ხელი რომ მოკიდე რომ აი ამას წაყვება ადამიანი. თვითონ თქვა ჩერგოლეიშვილმა რომ მე ვიარეო, ისიც ეს გამონათქვა. კი და მე ვიარეო სხვა სოფლებში და კოჩი და ყველა რომ დაგუჭირონ ყველა დაგუჭირონ ფეხებს დაიკიდებენო რა. და აი კარგია რომ რაღაცა პატარა პერერები ქონდა სიგიჟეებს შორის და ამოვარდა სიმართლე. თქვა ერთ-ერთი სიტყვა. ჯერთი შევაციოთ. დავიწყოთ იმით რომ ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა. ანუ გულისხმობ იმას რომ მოდი თქვათ რა რომ რაღაცეები რაც ნაცების დროს მუშაობდა, იმიტომ რომ ის იყო გულწრფელი. ანუ გირგულიანის თემა კარგი საპიარო თემა კი არ იყო. ეს იყო ავთენტური იყო. ანუ ეს იყო ავთენტური თემა, რომელიც მოხდა, იმიტომ რომ ნაცებმა ყველაფერი გააფუჭეს, ეს გაფუჭება შეეძლო. კი ბატონო. იმის შემდეგ ნაცებმა დაასწრეს, რომ ესე იგი საჭიროა რომ ჩვენც გვქონდეს გირგულიანი. ხო. ამიტომაც პერიოდულად წელიწადში ერთხელ რაღაც გვარს აიჩებებენ და ამ გვარს იძახებიან. მოდით დავიწყოთ იმით რა რომ ქართულ ოცნებას არასოდეს არ დაემართება გირგულიანი. არა. იცით რატო? ქართული ოცნებაში, სისტემაში თუ რამე მოხდება, დაიჭერენ ამ კაცს. დარწმუნებული ვარ, ვინც ასეულზე ამდენს. გირგულიანის პრობლემა ის კი არ იყო რომ ეს ტრაგედია მოხდა. რეაგირება მას. ეს მასე რეაგირება, იმიტომ რომ გირგულიანი რომ მომხდარიყო და რომ ნაცებს რო ეთქვა რომ ვაიმე რა. ვანო არის დასაჭერი. ხო რა, აი ვანო გაეშვათ, იქ ვიღაცებ დაეჭა. ანუ კანონები არ შეაცვალა, კანონები არ შეეცვალათ იმისთვის რომ მე ამაზე მიეგოთ. ანუ ეს არის თავარი თემა. იმიტომ რომ ანუ აქ თემა არის სტრუქტურული თემაა. ანუ ქართულ ოცნებას ბიჭო ძალიან მარტივია რა. გავცელდა კადრები რომ გორში არაადეკვატურმა პოლიციელებმა ცემეს მოქალაქე. იმავე დღეს დაიჭრეს პოლიციელი. მოგვარდა რა თემა რა. ხო და დამთავრდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ანუ ხო ხვდებით რა რომ ქართული აქ კიდევ ერთი დეტალია, შალვა მეც ჩვენმა მაყურებელმა მინდა მიაქცეს ყურადღება. ქართული ოცნება საკუთარ თავს არ აღიქვამს როგორც ცალკე მდგარ სექტად. აი როგორც ნაცები აღიქვამენ რომ ისინი არიან რაღაც გამორჩეული ხალხი და ყველა მათი მომხრები აი ქართული ხალხისგან განსხვავდებიან და ამიტომ უნდა დაიცვან მათიანები. არა, ამიტომ გაანადგურონ სხვები. არა, ეგ ერთი მაგრამ დაიცვან ოღონდ განადგურების. დაიცვან მათიანები. ისე განადგურების მეშვეობა. რა თქმა უნდა, ანუ უყურ აი ხა მოდი ხა გავიხსენოთ ის რობაქიძის кейსით. ანუ რობაქიძის кейსს რა იყო რომ პოლიციას გაუვარდა იარაღი. ხდება ესეთი რაღაცები. ეს პოლიციელი არ დასაჯეს, ხო? პოლიცია ისტორია მოიგონეს რომ პატარა ბიჭები რომლებიც რაღაცა მიდიოდნენ საქეიფოდ ტერაქტს აწყობდნენ. კი. ანუ და ესეთი რაღაცეები არ მუშავა. ეხლა მე მინდა თქვა რა მე ცოტა ესეთი ცინიკური ადამიანი ვარ ერთ რაღაცებზე აღმოაჩინე რომ ყველაზე ბედნიერი ხალხი ბოლო პერიოდში საქართველოში ვინც მინახავს ფოტოებზე არიან პატიმრების მშობლები. და ამაზე ერთხელ დავცინე რომ აი რო ნახოთ, აი მართლა გემოვნე, აი სერიოზულად ნახეთ. განსაკუთრებით ნედი გაზეთს და რადიო თავისუფლებაზე. ბოლოს შალვა ოფში კადრების აღება დაიწყეს, იმიტომ რომ ფოტოებში გახარებულები არიან. რო გამოდიან, ხო? ანუ ბედნიერები არიან თუ ეს ეხლა მე მესმის შენი, შეიძლება გახარებულები იმით არიან რომ გამოვიდნენ, მაგრამ მაგაში გეთახმები რომ შეადარე კადრები როგორ გამოდიოდნენ სააკაშვილის დროს ნიკუშა გულისხმობს იმას რომ პოპულარულები თვითონ რომ კი ბედნიერები არიან შალვა მაგას გულისხმობს ბედნიერი გახარებულები არიან რომ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების მაგას ვამბობ აი ეს ვიღაც მარიზი და ვიღაცები რო არიან რომ ანუ ეს არა შალვა ეგ საკესეკ მიმართულება შეიძლება არა მე რაც ვამბობ რომ უყურეთ ანუ ნაცებს რა იგონოთ რომ ნუ ჩვენს დროს არა ეგ არა მე არაფერი საფუძველი სერიოზულად ვამბობ მოძებ აი დააკვირდი დამ კადრებს ხო ანუ მე გონი ესეთი ბედნიერი გახარებული რო იქ არიან იშვიათად მინახავს მე რო აი რო ეთყობათ რო ხოხტები ხარ არა ანუ იმათ კი არ დავცინი მაგრამ ციხიდან სადაც დიდი მაცივრი ტელევიზორით კარგად მოკუთვნებულები გამოდიან ეგ მაგას ანუ ვერ იტყვი რომ აქ ძალიან აწამებენ ადამიანებს რა შალვა და ხედე რა რომ დამტუხრებული და ჩერგოს აქვს დრო აი პერიოდულ განმავლობები ანუ ჩერგომ შეიძლება თქვი ძალიან მნიშვნელოვანი რამე შეემჩნია რომ
ხალხი ხედავს რა ამას. ეხლა მოდი ვთქვათ ხა ელენე ხოშტარია ციხეში ზის, იმიტომ რომ მას უნდა იჯდეს ციხეში. ეგრე იყო. პროსტ ქალს უნდა მჯდარიყო ეგრე იყო, ციხეში. 100%-ია. მისი სადაქალოს გარდა და ევროპელი ვიღაცების ტიპებს გარდა არავის არ ჯერა რომ ელენე ხოშტარი არის პოლიტპატიმარი. ელენე ხოშტარი ზუსტად იცოდა რომ ამას რო გააკეთებდა დაიჭერა. არ ეგზის უნდა და ციხეში როცა ის სამაჯურს იხსნი და თავრობასთან და ხელისუფლებასთან ესეთი მაიმუნობა არ გაგივა რა. არა, მშავრა იცი, და უნდათ. ანუ კიდევ ერთი დეტალია რა, რომ ქართული ოცნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიციას ექცეოდა როგორც მამა. აი, მამა ექცევა დებილ შვილებს. რომლებიც შეცდომას შეცდომას რო უშვებენ, აი ერთხელ პატიობს, ორჯერ პატიობს, სამჯერ პატიობს. ახლა როგორც წესი რაღაც მომენტში, ანუ თან ხა ესე ვთქვა, ერთი დეტალია. მანამდე იყო რომ ევროპა რაღაც იმედებს გვაძლევდა რომ აი მოდით რა ეს შტერები არიან თქვენ რაღაცა აი კანონით მოექცებით ძალიან ისე რომ ჩვენ რაღაცას იმას ვიზავთ რაღაც მომენტში ისინი გაგიჟდნენ და ეხლა არის ბათემო რომ ბიჭო ხალხი არ გვაქვს კანონს ხალხი აკეთებს სიგიჟეებს ხალხს უნდათ რომ საქართველოს ჩაერთოს ომში რაღაცები მიეზღოს უნდა მიეზღოს რაღაც მომენტში უბრალოდ თქვენს რომ აი ამის ყველაზე კარგი მაგალითიც რა იყო პარლამენტში შესვლა არ შესვლის თემა აი ეს იდიოტების პარტია რო არის გახარია ხო მე დარწმუნებულია რომ გახარიას მართლა ეგონა რომ არ ჩახსნიანო სიასო რაღაც პერიოდი და აი რაღაც მომენტში შევიპარებითო რა ჩაიხსნა და ამიტომაც ახლა პარლამენტში ყავთ ვიღაცეები ანუ გახარიას ხო ისედაც ვიღაცეები ყავს მაგრამ ვიღაცეების ფონზე ვიღაცეები ყავს ხო მე მიჭირს ხოლმე ქართულ ოპოზიციაზე საუბარი უკვე როგორც შეგვიძლია რა რა შეიძლება საქმე სიამბლეში მე გასო ვიმეორებ ის რომ ქართული ოპოზიცია არის ესეთი დიდწილად არის დამსახურება ევროპარლამენტარების და ევროპოლიტიკოსების არ ვიცი ისინი დღის წესრიგს რაღაცა დღის წესრიგს არიან მორგებული და ნუ 4 ძირითადი ისე აქვს შეცვლილი სტრატეგია თუ რა ვიცი ამოცანა ნუ პირველი ის რომ ალტერნატიული ესე იგი დღის წესრიგი რატომ იქნება მათი მოსვლა უკეთესი არ ვიცი რატომ იქნება ვინმე მიცის რატომ იქნება მაგალითად ჩერგოლეშვილი რომ მოვიდეს რას იძავს გარდა იმისა რომ რუსეთს ომს დაუწყობს ხო ეგ საკმარისი იქნება ხო ანუ ეგ რატომ არის ეს საკმარისი რომ ჩვენ კარგად ვიცხოვროთ და ჩვენ დავეთანხმებით ეგ არ ვიცი მეორე ანუ უნდა არსებობდეს რეალურად ქართული ოცნების პროექტის გარდა სხვა პროექტი რომელიც ამ განვითარებაზე და რაღაცა იმაზე იქნება ორიენტირებული რა ოპოზიცია ხო კონსტრუქციული ოპოზიცია ქვია მაგას ხო რადგან არ არსებობს ესე იგი სულ რევოლუციის რეჟიმში არიან ნუ ხო მეორე მომენტიც სულ რევოლუციის რეჟიმში იყო ესეც იგიჟია იცი რა არის რევოლუცია აქვს რაღაცა ემოციური ლიმიტი არ შეიძლება შენ გადაღალო მოსახლეობა ხა მოსახლეობა არის გადაღლილი რევოლუციური იდეებითაც მოლოდინებითაც და ავთენტურობა აკლია რევოლუცია. რა თქმა უნდა. რევოლუცია არ ხდება ესე პროექტივით რა, რევოლუცია ხდება, როდესაც რაღაცა მართლა უკვე სისტემური ხარვეზები არის და ემოციურად დაგროვილი არის რაღაცა ელემენტი. ეხლა მსგავსი რაღაცა არ არის პირიქით, მე მგონი თვითონ შიდა ჯგუფებში თუ შეხვიდეთ ოპოზიციონერების, იქ შიდა კრიტიკა არის ძალიან სერიოზული. ანუ თვითონ აბრალებენ ამორჩილები ოპოზიციონერებს. ნუ მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თვითონ ოპოზიცია როგორ შეიძლება ამდენი წელი იყო და ვერ განთავისუფლდა იმ კადრებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ასოცირდება წინა ხელისუფლების ყველაზე ცუდ მოვლენებთან რა. და პირიქით ამის მაგრივად ცდილობდე რაღაცა გადაწერო ისტორია, რაღაცა ბაჩუახალაია პოლიტპატიმარია. ბაჩუახალაიას ხო ნახეთ ეს გადაცემა ბაჩუახალაიაზე მართლა იცი რა ქვია, თურმე ნაწამები კაცი არ არსებობს მამით და ნუ გასაგებია ხა მისი ცოლის მიმართება ხო? დამოკიდებულება ქალია და უყვარს ქმარი და ნუ რეალობას სულ ეს გასაგებია იქ ჩემს მაგრამ თუ ამის ტირაჟირება ეს გაუგებარია. ანუ თუ ცოლის პოზიცია გასაგებია, ამის ტირაჟირება აბსოლუტურად გაუგებარია და შენ თუ იმას აპირებ რომ ბაჩუახალაიას რეაბილიტაცია შენ ადამიანებს მოიზიდავ ხო
ხო, აი მაგას თუ ვერა გული ჩანაფიქრეთ. რა ვიცი ახლა ვერ მოიზიდა. ვერ მოიზიდა. ეს შოუმანი. ბარამიძე ხარ ჩემ ბატონო. ხშირად არის ტელევიზიაში. ბარამიძე ისე ხშირად აჩვენებენ რომ თითქოს ის არის რა. ვერ გავიგე. აბა დავით აღმოჩნდება რომ აუ ამან გააკეთა რაც გააკეთა. ვერ გავიგე კაცო. დეგოლი წავიდა პოლიტიკიდან თავისნებით ხო რაღაცა ისეთი ადამიანები წასულან პოლიტიკ. ეს ბარამიძე და ესენი რა არიან რომ აი რაღაცა არის ჩორდებიან. 88 წლიდან რო არის. ხო, აი რა არის? აი რაღაცა ხომ თქვა რომ აი აქედან აქამდე იყო ჩემი პოლიტიკური ცხოვრება. ეხლა მეგონი არ ის წარმერიც კი წავიდა ხო. სხვადასხვა გამომთავრებო პოლიტიკური აი საქართველოს ცუდი მოვლენაა რა, ტრადიცია იყო რომ ადამიანები რომ ახალგაზრდობიდან რაღაცა პოლიტიკოსობა უნდათ. რა ბიჭო, შენ სპეციალობაში რაღაცა ის გააკეთა და მე აი სხვადასხვა აი მართლა აი რა უნდა გააკეთოს ბარამიძემ პოლიტიკის მიღმა. აი რა უნდა გააკეთოს? ან პოლიტიკაში რაც აკეთებს, არა, პოლიტიკის მიღმა რა. აი გარი პასუხი. ხო. აი ან პოლიტიკაში რაც აკეთებს. ახსოვს ვიღაცა ნაცმა ხალმა თქვა რომ ეხაო პოლიტიკიდან რომ წავიდეო სახში ხაჭაპურები. როგორ ვიღაცა კაცო იმან. სალომე. თუ სალომე ფარულ ჩანაწერს. მე რო წავიდეო მეორას ვიზა. ხო, რაღაცა და გავაკეთო, ამის მეტი არაფერი არ. მე გადაბარგდა იმასთან რა. როგორ შეიძლება ძალიან ჭვიანური ნაბიჯი არის. ან ნახე პოლიტიკოსი უნდა იყოს რაღაცა მოწოდება და რაღაცა ნუ რაღაცა კარიერა, აი ყველა ისეთი პოლიტიკოსი ვინც ვიცით, რაღაცა კარიერა ქონდა რა. ზოგს სამხედრო კარიერა ქონდა, ზოგს რევოლუციური კარიერაც ქონდა, ზოგს ინტელექტუალური კარიერა ქონდა, ზოგს ზოგი იურისტი იყო, ზოგი ექიმი იყო. რა ვიცი, უამრავი ესეთი პოლიტიკოსი შეიძლება გაიხსენოს სოფლიო ისტორიიდან რა და იმები არ აქვს პროფესია არ აქვს რა მაგის გარდა რა. და ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ნიკუშას ის მასე პასაჟზე მინდა ერთი რეფლექსია რომ ანუ ის ხო ამბობთ აი ნაცები მართლა რო იყვნენ სექტა და ოცნება რო არის ავთენტური ქართული შეიძლება რაღაცეები არ მოგწონდეს ასე შემდეგ წმინდა პოლიტიკის ამბავი მაგრამ რაში ჩანს იცი რომ აი ზუსტად იმაში ჩანს შეცდომის აღიარებაში ანუ ნაცი რადგან კუთხეში მიმწყდეულ სექტად გზნობდა თავს შეცდომას არ აღიარებდა აი გირგვლიანის მკვლელები იმიტომაც არ დასაჯეს ანუ ის გააკეთეს რაც გააკეთეს რომ ისინი ანუ შეცდომის აღიარების მომენტი ვერ ეკნებოდათ იმიტომ რომ უყურებდნენ ზევიდან ქვევით ქართულ საზოგადოებას და როგორ შეიძლება ბნელ გრუზინებთან შეცდომის აღიარება უნდა დაატრიალო ყველაფერი იქ დააბრალო რომ ვიღაცები ტერორისტულ აქტებს ახორციელებდნენ და ასე შემდეგ მაგრამ არავითარ შემთხვევაში და როდესაც რა ვიცი მთავრობა აიწყოს რომ რაღაცა გადაცნობა მოხდა დასჯის დამნაშავეებს და ცხოვრება გრძელდება ანუ ეს იმიტომ ხდება რომ რეალურად ის მიიჩნევს საკუთარ თავს კონკრეტული ქვეყნის მთავრობად რომელიც არის იმის რაღაც ორგანული ნაწილი ხო არის მოსახლეობა რომელიც ირჩევს მთავრობას და არის ეს საარჩევნო ციკლები რაც შეეხება ნაცების ასე ვთქვათ აი ამ აი წინაზე გეოპოლიტიკურ თემას დავატრიალეთ და აი რა იყო ნაცების იდეა ანუ ნაცების იდეა იყო რომ ჩვენ უნდა ვიყოთ აი 2013 წელს თქვა სააკაშვილმა როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო რომ რა აზრი აქვს საქართველოს არსებობს თუ ის არ არის საჯილდაო ქვა დაპირისპირების საგანი ამერიკას და რუსეთს ეს იყო ნაცების არ გარედან შტაბონებული თვითონ ისევ ამაში ცხოვრობენ. აი რატო არ გამოდის? იმიტომ რომ ესენი არიან ჩამორჩენილი ევოლუცია, ანუ სამყაროში ევოლუციის კანონი არის ის, რომ რაღაცას თუ არ ერგები, ცუდადაა შენი საქმე. მათ შორის გეოპოლიტიკაშიც ესეა. რა არის ხა სიტუაცია, რასაც უნდა მოერგო. რომ ეს ეგრეთ წოდებული უნიპოლარული მომენტი, ერთპოლუსიანი მომენტი დავსრულდა, სამყაროში მიდის გადაწყობის მომენტი და ესენი საუბრობენ ისე და ეს ვარდების რევოლუცია, ეს ხავერდოვანი რევოლუციები იყო იმ ერთპოლუსიანი სამყაროს პირმშო, რომ ჩავატაროთ ხო რუსეთის გარშემო მოახდინოთ რევოლუციები, რომ მე ამეებმა რუსეთის ცეცხლით გადასდოს რუსეთს, მე ეს გავაპიაროთ და ვთქვათ რომ აი როგორც გვარამია თქვა მე ეგრეთ წოდებული ტრილიონები დავახარჯოთ თვითონ, რაც სინამდვილეში არ იქნება და მე ვთქვათ რომ აი რა კაი ქვეყანა როგორ შეეწია რუსეთს ამ საშინელ მონსტრს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეს ერთი ესეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება დაუკავშიროთ ჩვენ გაჭირებული თვითონ ოპოზიცია სინამდვილეში ესენი არის უცხო ქვეყნის აგენტები და აგერ დაადასტურა კიდევ ერთხელ ეს ფაქტი მაგალითად 2 დღის წინ ვაშინგტონში გამართულმა 60 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა ეს იყო შეხვედრა და საკითხი იყო შემდეგი პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურებასთან დაკავშირებით ანუ პოლიტიკურ ტერორიზმზე იყო საუბარი და
იმ მომხსენებელი გახლდათ რუბიო. შესაბამისად, მან ისაუბრა პოლიტიკურ ტერმში იგულისხმებოდა და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა და ერთ-ერთი ეს იყო მემარცხენეებთან დაკავშირებით, დამფინანსებლები, ანუ როგორ არიან დაკავშირებული მსოფლიოში გადაჯაჭვულები, როგორ არიან ერთმანეთთან და ქვეყნებში როგორ იწვევენ დესტაბილიზაციებს, შესაბამისად როგორ ებრძვიან ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაღაცა ჩამოშლაზე რო არიან ორიენტირებული და მათ შორის ამერიკის მაგალითები მოიყვანა და ერთ-ერთში რომ მოგესმინათ თითქოს და საუბარი იყო საქართველოზე. ისინი არიან თითქოს და ერთი მაგალითი ის მოიყვანა რომ ჩვენო კარგად ნახეთ კადრებიო ჟურნალისტი რომ დგასო ცეცხლი რო არის გახვეული ცეცხლი რო არის ქალაქში რომ რაღაცა გიზგიზებს ცეცხლი და ეკრანზე წარწერა რო გადისო რომ მშვიდობიანი მომიტინგეები რაღაცა მშვიდობიანად მიმდინარეობს რაღაცა პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობს და ასე შემდეგ ანუ ხო და ამერიკაში პირდაპირ გამოაცხადეს სოფლიოსთან ერთად ბრძოლა პოლიტიკურ ტერორიზმთან დაკავშირებით. რომ ეს არის აუცილებელი, ეს არის გარდაუვალი, რომ ესენი ანგრევენ ქვეყანას, ქვეყნებს, სოფლიო პოლიტიკას და ასე შემდეგ რა. და ამ თქვათ ღონისძიებაზე ფორუმზე მიწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი თურმე ყოფილა ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრი, რადგანაც ოპოზიციამ თქვა რომ ვიღაცა აკაბოჭური ჩავიდა. მოქალაქე ჩავიდა. ხო, ვითომ მე მაგენი არ მისმენია. ხო, ნუ რა თქმა უნდა. მაგაზე იყო საუბარი ზუსტად იქ მიშალო იყო ტრამპის ინაუგურაციაზე პროსტა ქუჩებში როინგა. ხო. საცოდა. და კიდე ეს ლელოს წარმომადგენლები თბილი ქუდებით გარეთლეს. ყურებიან ქუდები რო შანკებით. და ინაუგურაციას რო ესწრებოდნენ. სალომე ხომ აგრა ესწრებოდა. დაახლოებით ეგ სალომეს კიდე რა უჭის შენობაში მაინც იყო. გამარჯობა მაინც უთხრა. ხო და ანუ აქ საუბარი ერაზეა იცით რომ ერთი რომ შეერთებული შტატები აღიქვავს როგორც ხელისუფლებას და მეორე კიდე უმთავრესი 60 ქვეყანა რომ იყო იქ არჩეული რატომ იყო მაინდამაინც 60 ქვეყანაში საქართველოს ესე იგი საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეა კონკრეტულად აი ამ ფორუმის სადაც რა თქმა უნდა ჯერ ერთი ის რომ ზუსტად იმ გეოგრაფიის გათვალისწინებით და თვალსაზრისით და გადაწყვეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით ეს ერთმანეთია და გადაბმული და მეორე რა თქმა უნდა პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოში რომ განხორციელდა ამ 4 წლის განმავლობაში ეგეთი ალბათ არსად არ ყოფილა სოფლიოს ისტორიაში და რაღაცა ესეთი მარტივი მაგალითები ჩამოვთვალოთ აი ძალიან მარტივი მაგალითები რევოლუციის მცდელობები 4 თუ 5 რომელიც ძალადობაზე იყო აგებული ხო ფაქტია არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას რომლებიც აფინანსებდნენ და აგერ ევროკავშირის თქვა ბიუროკრატია გინდა თუ ელჩები დღესაც არ დაუგმიათ არც ერთი თავდასხმა არც პარლამენტზე არც პრეზიდენტის ინსტიტუტზე არც სასამართლოსთან დაკავშირებით ეს გაჭირვებული ალეკო ელისაშვილმა რაც გააკეთა ამაზე რომ გამოხატვის თავისუფლებას იტყვი აი ამ მის ქმედებასთან დაკავშირებით ხო ეს რა არის ყველაფერი ზუსტად რაღაცია საქმე ეს საზოგადოება ამას ყველაფერს ხედავს რა დაარიღებს და უკანონო პატიმარი რო არის და თურმე როგორც პოლიტიკური წვე ეგრე რო დაიჭირეს იმას არავინ არ ფიქრობს რომ ფაქტზე წაასწრეს გამოძიებას რომ ალეკოს შეიძლება არ გამოუვიდა იქ მოხუცმა აი მან ჩვეულებრივი მცდელობა არის ტერორისტული აქტის და ეს ფაქტები ჩვენი თვალით ნახე და ამაზე ამობ რომ რაღაცა პოლიტიკური ანგარიშწორება ხელისუფლების მხრიდან და ამას უცხოელებიც ადასტურებენ ხო ისინიც ხარს უჭერენ ესენი ერთმანეთზე გადაბმულები არიან ის ევროპარლამენტარები საქართველოში აკეზებენ თავიანთ ბრიყვებს სხვა ქვეყნებშიც უაკეთებენ ამას და ასე შემდეგ ანუ ზუსტად ეს არის პოლიტიკური ტერორიზმის კლასიკური სახე ანუ წნეხში ამყოფებენ ქვეყანას და გვეუბნებიან რომ თქვენ თუ ისი არ მოიქცევით როგორც ჩვენ გვინდა და თან ვინ კაცო ხო შეიძლება ვიღაცა იყოს წონიანი ფიგურა და თქვა რომ ეს რო იძახის ნეტა მართალს ხო არ იძახის აი რაღაცა ის ხო დაფიქრების მილისეკუნდი რო დაფიქრე ხო რაღაცა არა ზუსტად ისეთი კატეგორია ადამიანებისა აი სირცხვილია მე რა აი ხვალაც რო დაფიქრე ვიტყვი რომ ამას როგორ დაუჭერე აი ეს
ბიჭო, იუკრევიჩიანე ვიღაცა რო ლაპარაკობდა და იმას ამდენი ხალხი პირდაღებულები შეყურებდით და რაღაცების გჯეროდა. ახლა ის რა ქვია ის ამერიკელი კონგრესმენი ხო? გუშინ ერთი კვირის წინ მაგალითად EUTHOS რეზოლუცია რომ მიიღეს. იქ ჩაგვიწერა რომ თურმე ჩვენ არაღიარებული ხელისუფლება ვართ და მე რუბიო რომ მიიწვია საგარეო საქმეთა მინისტრი. იმას არ აპროტესტებს. ხო, ვერ რა თქმა უნდა. ვერ გააპროტესტებს. ხედავ როგორც როცა როგორ უნდა და როგორც აწყობს. ძალიან დაბალი დონე. ბიჭო, შენ დაბალი დონე ჩვენი ხალხი ამაზე არ არის. მაგრამ ეს ხალხი გამოიწრთო კიდევ კარგი დაბალი დონის პოლიტიკოსები არიან და საზოგადოება გამოიწრთო, მაგრამ რა საფასური გადავიტანეთ ამისათვის? გადავიტანეთ თუ არა? ჩვენ ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. კი ბატონო, ვასწავლეთ. უყურე რაც თავარია, წეღა რაღაცა წეღა ვამბობდით, რომ ახლა პოლიტიკურ ოპოზიციას ესენი არიან ჩვეულებრივი ტერორისტები, რაც უნდა ამას ლაპარაკი, დამნაშავე ორგანიზაციები, რომელიც აუცილებლად მილიონჯერ გვითხოვს, უნდა მოცილდნენ პოლიტიკურ სპექტრს. მაგრამ ამას თვითონ აკეთებს ხელისუფლება. წარმოიდგინეთ, რომ ხელისუფლება ამათი მოშორებით აძლიერებს პოლიტიკურ ოპოზიციას, უნდა რომ დაიღალა, მიხვდა ხელისუფლება მისთვის პრობლემაა. დიდის, პატარაც, ქვეყნისთვის არის ეს პრობლემა. ქვეყნის და ამიტომ ჯობია ხელისუფლება წავიდეს საზოგადოებისა და ქვეყნისთვის მომგებიან და პოლიტიკურ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თქვა საერთაშორისო არენაზე დაარტყმა მიიღოს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ეს ველი უნდა გათავისუფლდეს და კანონმა უნდა იკანონოს, უნდა დაიჭირონ ახლა რა ხან ვიღაცა პოლიტიკურად გადაბმულია ვიღაცის ინტერესებს იცავს, რანაირად შეიძლება რომ იმას დანაშაულები ეპატიებოდეს და ერთი შავა რა ჩვენ რაღაცნაირად ერთი ფაქტორიც განხილვის საგანია, იმიტომ კი არა რომ ეს იმან თქვა რა ქვია იმას გვარამიამ რო თქვა, იმიტომ კი არა რომ გვარამია რამეს წარმოადგენს, გვარამიაც მათი რა თქმა უნდა ერთი სული აქვს. უყურე სიბრიყვის დონე, რამდენსაც როგორც არ უნდა ფიქრობდე და გეგმა რა თქმა უნდა მათი გეგმაც ეგ არის ომთან დაკავშირებით, ხო? მაგისი თქმა რომ აი ნახე მერე რო იქ რომ მილიონები იტრიალებს აშენების დროს და საქართველოს არმიას უნინებენ. გვარამია, ნიკოლოზ გვარამიას ერთი ვიღაცამ დაუსვას კითხვა. შენი შვილის სიცოცხლე რამდენად ფასობს გვარამია? რამდენად, რა მილიონები, რა ტრილიონები. საიდან 2000 წელს ხო გახსოვს რისი ვაშკაცები იყვნენ იქ გარბოდა ნახევარი მთავრობა იმ ხიძე და იმაზე. ეს ხო ვიცით, კაცო, ვიცით. ანუ ნახე რას შესტირიან იქ რას რო აი ომი ეხლა დამთავრდება, თან რო გაიმარჯვებს და ეს რაღაცა ეს შემოაგდო და იქო იმ შენებლობებში ფულები დატრიალდებაო და ჩვენო ეგრე დავრჩებითო. ანუ ჩვენ უნდა დავანგრიოთ ქვეყანა რომ შენებლობებში ფული ხო ისევეს მაშინ 2020 ეს არის როგორი ალბათობა, იცით თვითონაც ეცინება თალას რა თქმა უნდა. არა, ამისი მთქმელი ადამიანი წარმოიდგინეთ, ეს არის რაღაცა მიზანი და ამოცანა არის მაგრამ. არა, მე ესეთი ადამიანია რომ ამის ყველაფერს არა, მთქმელიც არის და გამკეთებელებიც არის. ეს რა თქვა რაღაცა დამაჯარიმები. არა, ხო და მაგაშია საქმე. ანუ გასაგებია. წარმოიდგინე რა კატეგორიის ხალხთან აქვს საქმე და მაგ კატეგორიას ვამბობდი და არ მინდა რა. ამას მხარს უჭერენ ისინი, ვინც პოლიტიკურ ტერორისტები და ერთხელ და სამუდამოდ თუ ამას თავისი სახელი დაერქმევა, რაღაცა მე ცოტა ისევ ოპტიმისტურად მაინდა-მაინც არ ვარ განწყობილი, ეს ძალიან დიდი ეშელონი მიდის და ამას წინ რაღაცის დადგომაც და ძნელი იქნება, მაგრამ ამა თუ სახელი დაერქმევა და სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლენილი იქნება, რომ აი მაგალითად პოლიტიკური ტერორიზმი ხორციელდება საქართველოში, მადლობლები დავრჩებით, რა თქმა უნდა. თუ არა და ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ. და ერთ-ერთი აღიარება რომ ესენი არიან ტერორისტები, აგერ გააკეთა. დიდი მადლობა. შეერთებულმა დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო. ჩვენ ერთი გადაცემა დაგვრჩა, შემაჯამებელი გადაცემა წლის სეზონის და ამ გადაცემაში აუცილებლად გიხილავთ და ვიხილავთ ჩვენ. აბა, კარგად მზადებული დროებით.